მე მგონი არ არსებობს სფერო და უწყება საქართველოში, რომელსაც არ აქვს პრობლემები. ყველგან პრობლემებია. კი, მაგრამ ჩვენ საუბრობთ იმისთვის, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს. ეტაპობრივად მივიდეთ რაღაც მინდა გითხრათ. არსებობს კიდევ ასეთი რამ. აი ამ სკოლამდელი ახდის ხელმისაწვდომობა. აი ეს მაგალითს გეტყვით. ომში არის 64 სოფელი და არის ერთადერთი ბაღი. ისიც სოფელი ღარი, რომელიც ომს გასდევს, პირდაპირ აგრძელებს ომს. ომში არის. ასე რომ ეს ხელმისაწვდომობაც აი არის სოფლები განსაკუთრებით მთაში. დიდი მისვლარი და თუ ესეთი ბაღი უნდა იყოს, ესეც გულისხმობს, ეს მისვლა და გზაც გულისხმობს ხელმისაწვდომობას. ან ხელმისაწვდომობის არის. რამოდენიმეჯერ იყო ჩვენ პრაქტიკაშიც ჩავსულ ვართ თეატრიდან გავსულ ვართ რაიონში ასე ვთქვათ რაღაცა წარმოდგენა გვითამაშია თუ რაღაცა ყოფილა იქ მუნიციპალიტეტს იმისთანა გადაუშვია ხელგაშლილობას გულისხმობდა დიდი ბანკეტი რა ძალიან კარგია მივესალმები დიდი მადლობა მაგრამ თუ ასეთი სიტუაცია თუ ასეთი სიტუაცია არ მინდა ქათამი არ მინდა გოჭი არ მინდა არაფერი ბავშვებს მივხედოთ არ მინდა ამდენ კიდევ რამ უნდა გითხრათ არჩილ როდესაც არის საშუალება აქვს საკრებულოს იმის შესაძლებლობა რომ დაამტკიცოს რაღაც გარკვეული ბიუჯეტი მუნიციპალიტეტს აქვს ფული ან გამგეობას აქვს ფული და შეუძლია ეს ფული დახარჯოს აი ამ მიზნით ხო არც თუ ისე რაც არის შემთხვევაში როცა არარაციონალურად იხარჯება ეს ფული მაგალითად როდესაც სარემონტო სამუშაოებია გასაკეთებელი ხო აი ერთ-ერთ კახეთში ერთ-ერთი საბავშვო ბაღის ახლად აი სრულიად როგორ გითხრათ სულ გუშინ რო დამთავრდა ქვია რო დამთავრდა სარემონტო სამუშაოები ნახეთ ეს საბავშვო ბაღი უკვე დეფექტებით და უკვე უხარისხოთ იყო გაკეთებული როცა იყო გზაგადაკეტილი ხალხი შეუსახლებიათ ბაღში დროებით და უკვე რომ მივეძოს დაშლილი იყო ყველაფერი. ხონიდანაც დაარეკეს რომ 18 ბაღია და არც ერთი არ აკმაყოფილებს და საგანგაშო მდგომარეობა. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი წერილები ხა თქვენთვის. ჩვენ აუცილებლად ამ ყველაფერს თქვენ გვაქვს. ძალიან კარგი. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს სამუშაოს სამმართველობით, იმიტომ რომ უამრავი ბაღია. სიტუაცია, ნუ აი როგორც აღწერეთ, ხა ძალიანაც თუ დავმძიმდებით, მაგრამ ასეა. რეალობა ეს არის, ხო? რეალობაა რომ ლაშას უნდა მე ვთვლი რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ესეთ ფუნქცია აქვს უნდა შეასრულონ რეგიონის ჟურნალისტებმაც. ანუ მათი პროფესიონალიზმის დონე და ჩახერგულობა ამ საქმეში უნდა გაიზარდოს. ბიუჯეტის ყველა მუხლი უნდა იცოდნენ და ანუ ის კითხვები რომ რამდენად რაციონალურად იხარჯება ეს ბიუჯეტი და თუ შეიძლება გადათამაშება, იმიტომ რომ ხა თბილისიდან ჟურნალისტი ყველა რეგიონში ვერ მოხდება, ხო? აი მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია იქნება მაკონტროლების როლი რომ შეასრულოს. ხშირად როდესაც ვლაპარაკობთ ბავშვების უფლებებზე, აი კურსი ძალიან ბევრი რაღაც არასამთავრობო ორგანიზაციის სახელი გამიგონია, რომელიც მუშაობს ბავშვების უფლებებზე. ჩვენმა ჟურნალისტმა რუსტან გიორგაძემ თუ არ ვცდები 3 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს მიმართა და გავიგოთ რა ფუნქციას ხედავენ ისინი, რა ფუნქცია აკისრიათ მათ ამ პრობლემის მოგვარებაში. ეს შემთხვევაში სკოლამდელი განათლების დაწესებულება ეს აღიქმება როგორც ბავშვის კვების და მოვლის დაწესებულება, რაც არასწორი არის, იმიტომ რომ 5 წლამდე ასაკის ბავშვის ასე ვთქვათ, ტვინის 80% ვითარდება ამ ასაკამდე. რასაკვირველია სკოლამდელი ხარისხიანი სკოლამდელი განათლება ის გაცილებით მეტ ფინანსებს დაფინანსებას მოითხოვს, თუმცა არსებული ფინანსების პირობებში, ოღონდ ბევრად უკეთესი მართვის, მენეჯმენტის, ხარისხის კონტროლის პირობებში შესაძლებელი არის გაცილებით უკეთესი მდგომარეობა ჰქონდეთ ბავშვებს, აღმზრდელებს იმ დაწესებულებებში, ვიდრე დღეს რეალურად არსებობს. ხშირად შემოდის ხოლმე ბუნებრივია წერილობითი მომართვებით, რაღაცა გარკვეულ პრობლემებთან დაკავშირებით, თუ ეს არის მხოლოდ კონსულტაციას თხოვლობენ და აინტერესებს დაუშვათ სადმი მართოს, ან სადმი იყვანოს ბავშვი რაღაც შემთხვევაში, ბუნებრივია ჩვენს ხელთ და თუნდაც ჩვენი კოლეგების ხელთ არსებული ინფორმაციას ჩვენ დიდი სიამოვნებით ვაწვდით, თუ კი არის კონკრეტული უფლება და დარღვევის ფაქტზე საუბარი, ყოველთვის ვცდილობთ რომ გავარკვევთ საქმის არსში. ქვეყანაში აქამდე არ ყოფილა პრიორიტეტი სკოლამდელი დაწესებულებები, ეგრეთ წოდებული ბავშვთა ბაღები. არც სახელმწიფოს მხრიდან, არც სამოქალაქო სექტორის მხრიდან სამწუხაროდ, ზოგადად არასამთავრობო სექტორიც მუშაობს
პრიორიტეტების მიხედვით და ვერავის ვერ დაავალდებულებს ესე რომ ვთქვათ მოახდინოს მონიტორინგი ამა თუ იმ დაწესებულებაში, თუმცა აქ არსებობს ერთადერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, ეს არის სახელმწიფოს ინსტიტუტი, რომელიც პირდაპირ ვალდებულებაც არის აწარმოოს მონიტორინგი ყველა იმ დაწესებულებაში, რომელიც არის სახელმწიფოს ქვეშ, რომელიც ფუნქციონირებს საქართველოში. ჩვენი ორგანიზაცია ამაზე გამოთქვამს სურვილს და 2015 წელს არის ეს ჩვენი პრიორიტეტი, რომ შევიდეთ სახელმწიფო დაწესებულებაში, თუმცა ამას სჭირდება დელეგირება. ადამიანი, რომელიც არის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, მას არ აქვს უფლება ნებისმიერ დროს, ნებისმიერ კარში შევიდეს. ამის უფლება მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო დამცველს. ნებისმიერი სამართალდარღვევის ფაქტზე შეიძლება ვერ იყოს არასამთავრობო ორგანიზაციების რეაგირება, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ შეიძლება მისი დაფარვის არეალში დაგვრჩეს რაღაცა თეთრი ლაქები და იმ კონკრეტულ რეგიონში სულაც არ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, ან არის და რაღაცა სხვა სერვისის მიწოდებით, ან რაღაცა სხვა საკითხით არის დაკავებული. მე ვფიქრობ, რომ ეს რაღაცნაირად გადაბრალება სამთავრობო სექტორზე ასეთი პრობლემების არ არის სწორი. ამაზე პირველ რიგში უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკა შემუშავებული. წლების განმავლობაში ჩვენ ძალიან მუშაობდით სტანდარტების განვითარების საკითხებზე, ასევე პროგრამების განვითარების საკითხებზე, რომელიც აღმზრდელს ეუბნება თუ დღის განმავლობაში როგორ უნდა იმუშაოს მან ბავშვზე ორიენტირებული სასწავლო გარემო რო იყოს და ბავშვი მოამზადოს უკეთ სკოლისათვის, მაგრამ სავალალო არის და ეს უნდა აღინიშნოს, რომ ეს სტანდარტები, რადგანაც მათ არ აქვს სავალდებულო ხასიათი დეცენტრალიზებული, ასე ვთქვათ, სისტემის პირობებში, პრაქტიკულად მიღებული და დანერგილი არ არის. ქვეყანაში სისტემის განვითარებას და მის რეფორმას სჭირდება პირველ რიგში კანონის მიღება. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ შეიქმნას ერთიანი პოლიტიკური ხედვა ქვეყანაში, რაიმე სტრატეგიული დოკუმენტის სახით, რომელიც ეხლა პრაქტიკულად იწერება. ჩვენ კანონზე მუშაობა პარლამენტთან დავიწყეთ პარლამენტის თხოვნით. იმიტომ რომ მათ ძალიან კარგად გააზრებული აქვთ სკოლამდელი განათლების და სასკოლო მზაობის მნიშვნელობა და ესეც შედეგია იმისა, რომ საქართველოში ჩატარდა ბევრი ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევა. და კვლევებმა აჩვენეს, რომ ყველა ის ბავშვი პირველ კლასში, რომელსაც განვლილი აქვს ერთწლიანი ხარისხიანი სკოლამდელი განათლება, გაცილებით ბევრად უკეთესად სწავლობს, საბავშვო სწავლობს სკოლაში და აქვთ ძალიან კარგად განვითარებული სოციალური უნარჩვევები. კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ სკოლამდელი განათლება არის ხარისხიანი სკოლამდელი განათლება და პირობები არის საწინდარი შემდეგ ყველანაირი წარმატების აკადემიური თუ ფსიქოლოგიური მინიმუმი. არა. ძალიან სამწუხაროა, ახლა გისმენდით და მართლა ძალიან სამწუხაროა, რომ ლაპარაკი არის პირველად პრობლემებზე, არა და 21 საუკუნეში უნდა ვლაპარაკობდეთ, რომ რომელ ზღაპარს უნდა უკითხავდნენ, როგორ ჩამოყალიბებაზე უნდა ზრუნავდნენ. ანუ ლაპარაკი არის, რომ ამ ასაკში შეიძლება ძალიან ბევრი ჩვევის, ქცევის ჩამოყალიბება, კულტურის ჩამოყალიბება ისე, რომ ეს არის მაღალი მატერიები, ხა როგორც აღმოჩნდა თუ ლაპარაკია შენობაზე, ავეჯზე, ჭერის გაკეთებაზე, ეს არის და ძალიან სამწუხაროა, რომ დანარჩენი ყველაფერი რჩება უკვე ამ პრობლემის მიღმა. დანარჩენი ის, რაც ჯანმრთელი თაობის ემოციურად და სამედიცინო თვალსაზრისით ჯანმრთელი თაობის აღზრდისთვის არის აუცილებელი. ეს რჩება გვერდზე. კატასტროფა. მინდა რომ კარგ ნოტზე მაინც როგორ უნდა დაამთავროს? აი როგორ და სასწავლო სააღრდელო ასე ვთქვათ მასალა ძალიან ხშირად არ აქვს. ეს არის სახატავი საშუალებები, ვთქვათ, სხვადასხვა, მოკეთ მაგას დავაკონკრეტებთ, დროს დავკარგავთ. ძალიან ხშირად არ აქვს. განსაკუთრებით რეგიონებში, სულ რეგიონებზე, იმიტომ ამახვილებ ყურადღებას, რომ იქ ხო და აი მინდა გითხრათ, აღზრდელები მიუხედავად იმისა, რომ მათი მხოლოდ ვთქვათ 10%-ია ინფორმირებული იმ მეთოდოლოგიის შესახებ, რაც მათ უნდა გამოიყენონ სკოლამდელი აღზრდის და განათლების თვალსაზრისით. არაჩვეულებრივად კრეატიულები არიან, იცით? როდესაც მათ არ აქვს ეს მასალა, ძალიან თქვენ ძალიან კედლები არ არის ბაღებში. ეს პირველ რიგში გასაკეთებელია, რა თქმა უნდა. სახელმწიფო მოხელეებისთვის სავალდებულო რომ იყოს, რომ მათ თავისი შვილები ატარონ საჯარო ბაღში, მე მგონი ყველა დაინახავდა ძალიან ნათლად ამ პრობლემას. ეს იდეა ძალიან მომეწონა, მაგრამ და ძალიან კარგად
მოგვარდებოდა ყველა ვერანაირად ვერ აიწევს აი ესეთი სახით მიწოდება მათ აქვთ არჩევანი ესეთივე თავისუფლება როგორც ყველა სხვა მოგვარდება ყველაფერს თუ შეძლებთ აღებას არჩევნის საშუალება და იძულებული რომ სახელმწიფო ბაღში ატაროს ასე რომ არჩევანზე ცოტა და კიდევ თქვენ თქვით თიკა მე მგონი რომ კერძო ბაღებში სადაც ფულს იხდიან იქ რომ მეტად არის სერვისი უფრო ხო მეტი მოთხოვნაა და მეტი მიწოდებაა სერვისის მაგრამ მინდა ყველამ გავიხსენოთ ერთი რამ რომ სახელმწიფო ბაღში იხარჯება ასევე ჩვენი ფული უბრალოდ ის ფული ერთ საფულეში დევს მეტი არაფერი არც უმცირე მინიმალური პირობები რომელიც ჩვენ ბავშვებს ვისთვის აუცილებელია. ჩვენ მზად ვართ რომ ვიტვირთოთ ასე ვთქვათ მედიატორის ფუნქცია ნებისმიერ პრობლემასთან დაკავშირებით და რაღაც განსაკუთრებულად გულთან ახლოს მეგვაქვს ბავშვთა პრობლემები და არა მხოლოდ ბავშვთა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ რომ მოხვედით. მივაწოლეთ რომ ოდნავ შეაღეთ ამ პრობლემის კარი. იმედი გვაქვს. ლაშას დიდი მადლობა რომ დიდი მადლობა. ინსპირაცია მოგწა ასე ვთქვათ. ციხლითაც შევაგრებთ თუ საჭირო იქნება. უხეშად ჟღერთ მაგრამ მაგრამ ბრაზიანი პოზიტივი. აი მარინა თუ გაბრაზ. შევისწავლეთ ხოლმე რამდენიმე წუთით და დავბრუნდებით.